გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. მადლობა რომ მიყურებთ. კიდევ ერთი შედეგიანი დღე გვაქვს, ასე ვთქვათ. აი ეს გახლავთ 1400 კილომეტრში რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ქალაქ პერმში გადაღებული კადრები, სადაც აი ესე არხეინად იწვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აქ ზუსტად დაარტყეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ კომპონენტს ნავთობგადამამუშავებელ პროცესში, პირველადი გადამუშავების დანადგარები, რომელიც იწვის სწორედ აი ამ კადრში, ადგილობრივების მიერ ტელეფონით გადაღებული კადრები გახლავთ. კიდევ ერთხელ ნახოთ იმ მსახურებს ნახვას, მანამდე მე დავაანონსებ, რაზე ვილაპარაკებ ამ ვიდეოში. მოკლედ ეს არ არის ერთადერთი წარმატებული დარტყმა, რომელიც გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელდა. არის სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც რიაზანში, რომლის კადრებსაც ცოტა ხანში გაჩვენებთ. ასევე Wildberry არ უნდა გამოგჩეს, რიაზანში დღეს განსაკუთრებით ესეთი მსუყე შედეგები დადგა, Wildberry-ს საკმაოდ დიდი მოცულობის საწყობი დაიბომბა. არ არის პირველი მოგეხსენებათ, უკვე თითქმის 10-მდეა ამ დაზიანებული თუ მთლიანად განადგურებული Wildberry-ს ობიექტების ჩამონათვალი მოკლედ და ეს სექტორიც ესე ნაბიჯ ნადგურდება უკრაინული დარტყმების შედეგად. გარდა ამისა, გასულ 24 საათში იყო იერიშები სხვადასხვა სამხედრო სამრეწველო კომპლექსებზე, სამხედრო ობიექტებზე, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმში და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იგივე დონეცკში მაგალითად, მოკლედ მრავალფეროვანი ვიდეო მიმოხილვა გვექნება ამჯერადაც და გავყვეთ ასე ნაბიჯ. მოდით პირველ რიგში, რადგან უკვე შევეხეთ პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ვთქვათ მისი წარმოების მოცულობის შესახებ 13 მილიონი ტონა. დაახლოებით წელიწადში ნედლი ნავთობის გადამუშავება, ეს არის მოცულობა, რაც ამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა გახლავთ და ორი მიმართულებით არის ეს მნიშვნელოვანი ობიექტი. ერთის მხრივ ის ამარაგებს საწვავით და ნავთობპროდუქტებით სამოქალაქო ნაწილს, მეორეს მხრივ კი მას აქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი რუსეთის არმიის მომარაგების კუთხით. შესაბამისად, როგორც იტყვიან ხოლმე, ბინგო უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის და მათთვის, ვინც ასეთი ტიპის ოპერაციებს გეგმავს, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი და ფასეული სამიზნე იყო და ასე ეფექტურად იწვის კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ამ შემთხვევაში უფრო შორი დისტანციიდან გადაღებული საერთო ხედით გადაღებული კადრია. კი ბატონო, კეთილი და პატიოსანი. შემდეგ, ახლა წავიდეთ რიაზანში უკვე, აქ როგორც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა, ასევე Wildberry-ს დიდი საწყობი, რამდენიმე 1000 კვადრატულ მეტრზე. უბრალოდ აი აქ შემიძლია დავაზუსტო 173,000 კვადრატულ მეტრზე იყო, სწორი ფორმა იქნება, იყო გაშენებული ეს ობიექტი და ნახოთ ახლა ადგილობრივები როგორ ტკბებიან ხედით. უამრავი ხალხია შეკრებილი, შორი ახლოს ჩამომდგარი და ახლოს ხელა ვერ მივლენ რასიზა. ასე ადევნებენ თვალს, მივეჩვიეთ უკვე რომ განსხვავებულად იწვის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, ასე ვთქვათ, Wildberry-ს საწყობებს განსაკუთრებით შავი და ესეთი სქელი კვამლი ახასიათებს, რომელიც ძალიან დიდ სიმაღლეზე ადის ხოლმე. მაგალითად, წინა შემთხვევებში, იგივე სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, როდესაც ასეთი ტიპის ობიექტები იბომბებოდა და იყო ხოლმე ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები, რთულია არ შეადარო ეს ყველაფერი რაღაც ვულკანის ამოფრქვევას. ცოტა განსხვავებულად იწვის ხოლმე ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მათ უფრო რაღაც თეთრი კვამლი ამოსდის. მოკლედ ეს ნაირსახეობაც თვალსა და ხელს შუა ასე შემოგვესწავლა. ვინ იყო? ხო, მიშა მშვილდაძე ხუმრობდა, ძალიან ვიცინე მაგ ვიდეოზე რაღაცა მის პროექტში საუბრობდა სწორედ აი ამ ამბავზე, რომ სანაძლეოს დავდებოდ ახლობით ეგეთ რამეს ამბობდა, მაჩვენეთ რა სად იწვის და მე გეტყვით რა ტიპის ობიექტი იწვისო. სად იყო მიშა მშვილდაძე, მე რო ამ ყველაფერს ვარკვევდი, ხო? ხო, დამეთანხმებით ის ხალხი, ვინც ხშირად მიყურებთ. ხო, ეს ხუმრობა იქით იყოს, ახლა ვნახოთ როგორ გათენდა უფრო კონკრეტულად დილა რიაზანის ტერიტორიას. ადგილობრივის კომენტარიც გვაქვს, დავიდან ჩავთოთ. Доброе утро, Приокский, время 4:30 утра, ебашут сирены, короче, взрывы, пиздец.
Бля, где-то рядом прям летит. ეს ხმები ძალიან ნაცნობი გახდა უკვე რუსეთში. А где летит, что не видно. Сейчас Сиреნის летит, ხმა, А вон он нахуй пролетел. დრონის Вот ხმა. так, блин, наш дом. ჩვენ კი მივეჩვიეთ აღშფოთებული რუსების ტერმინოლოგიას, მათ ჩვეულ სტილს საუბრის. ესაც ეგეთი იყო. Во гнида, блядь. Пиздец. Ебать, прям вот здесь пролетел. Охуеть. Рязань с добрым утром. Ебать. Он бабуль тоже стоит в ахуе. Непонятно. На нахуй. Бабах нахуй. ხო, აქ საინტერესოა, რომ ოზონის ოფისია ამ ხალხის პირდაპირ, ვინც იღებს კადრს, ხო ხედავთ აქ. ძალიან მაინტერესებს ოზონიც რაღაც ეგეთი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა არის, როგორც გავარკვიე და საკმაოდ მსხვილი, ისეთივე მსხვილი როგორც Wildberry ამ შემთხვევაში. ალბათ ოზონიც მორიგი იქნება Wildberry-ს, როდესაც მოილევენ, დიდი ალბათობით შემდეგი სწორედ ოზონი ან რუსეთის ფოსტა ან ამ მსგავსი იქნება. მოკლედ, რუსეთი ხო დიდია და ძალიან ბევრი კომერციული თუ ესეთი ენერგოობიექტი ხო აქვთ და რა პრობლემაა? უკრაინაში ძალიან ბევრ დრონს აწარმოებენ, რამდენიმე მილიონს წელიწადში. ასე რომ, მხიარულება ჯერ კიდევ წინ არის, მეგობრებო. ეს კი არის პროცესი, რომელსაც უკრაინელები უწოდებენ რუსეთის მეთოდურ განადგურებას. ეს არის ასიმეტრიული ომი, სადაც ნაკლები ადამიანური რესურსით და მეტი ტექნოლოგიური მიღწევებით უკრაინა ცდილობს და მათი გაცხადებული მიზანი არის, რომ დაამარცხოს მოწინააღმდეგე მონსტრი პუტინის რუსეთი, რომელიც უკვე მეხუთე წელია შეჭრილი არის სრულმასშტაბიანი ომით უკრაინის ტერიტორიაზე. სხვათა შორის შტატებში ხო იყო ზელენსკი და ცოტა რამდენიმე წუთის წინ წავიკითხებით რა ამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი ერთ-ერთი დასავლური გამოცემის სტატია, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ზელენსკი მოახერხა ტრამპის დარწმუნება იმაში, რომ მას შეუძლია ომის მოგება და ძალიან გახარებულმა დატოვა ეს შეხვედრა თეთრ სახლში, რომელიც გუშინ გაიმართა და გუშინდელ ვიდეოშიც მე ამ ყველაფერზე გიყვებოდით. ხო, დღევანდელ ეპიზოდშიც მექნება ზელენსკიზე და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებზე საუბარი. ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი გავაგრძელოთ მიმოხილვა რიაზანი და ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამ შემთხვევაში არანაკლები მოცულობის, რაც ვნახეთ პერმი, 17.1 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება არის მისი ყოველწლიური წარმოების მოცულობა. შესაბამისად, ვნახოთ ახლა რა შედეგი დადგა აქ რიაზანში. აქაც დიდი ალბათობით დაარტყეს სწორედ ისეთივე კომპონენტებს, სხვათა შორის ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიზუსტეს აჩვენებენ უკრაინელები. ზუსტად იქ ურყავენ ხოლმე, სადაც საჭიროა. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბომბავენ ნავთობგადამუშავების აი მნიშვნელოვან ძვირად ღირებულ კომპონენტებს. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს არ არის, რომ მეორე დღეს რუსებმა საიდანღაც გამოიწერონ და ჩამოუვიდეთ ეს რაღაც დანადგარები, ასე არ ხდება. ისინი მძიმე სანქციების ქვეშ არიან და კიდევ უფრო მძიმე მოელით წესით და რიგით. ასე რომ ამ ყველაფრის აღდგენაც ძალიან დიდ ბარიერებთან ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ნახავთ ალბათ რიაზანშიც დიდ რიგებს უახლოეს დღეებში ამ ბენზინგასამართ სადგურებთან. აქვე ზელენსკის პოსტი გვაქვს და 16 წამიან კოლაში მოცემული მთავარი კადრები, ასე ვთქვათ. გასულ ღამეს განხორციელებული დარტყმების გადავავლოთ თვალი მის კოლაშს. ხო, ტრადიციულად ზელენსკი ამ პოსტში გარკვეულ მონაცემებზე გვიყვება, რას დაარტყეს და ასევე, რა თქმა უნდა, მადლობას უხდის მებრძოლებს, რომლებიც უშუალოდ არიან ამ ყველაფრის ორგანიზებას თუ შესრულებაში ჩართული.
ხო, ერთი რაც შესამჩნევია, ადრე ამ განგაში სიგნალს არ თავდნენ ხოლმე და ეხლა უწევთ. ძალიან კი არ უნდათ რომ ხალხს ეს ყველაფერი ესმოდეს, მათ თვალწინ იყოს ომი, მათ ყურთან ახლოს იყოს ომი, მათ ფანჯრებთან ახლოს იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ მოუწევთ ამ ყველაფერთან შეგუება, მათ შორის გარკვეული ზომების მიღებაც, ერთ-ერთი ზომა სწორედ წინასწარ საჰაერო განგაშის სიგნალის ჩართვა. აი ეს თეთრი კვამლი, რომელზეც საუბრობდი. ნახეთ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა როგორ იწვეს. ეს Wildberries საწყობი ნამდვილად არ არის. ეს კი FP1-ის ან FP2-ის ტიპის დრონი, რომელიც ჰაერში იყო. აი ეს Wildberry-ა ცალსახად. კი ბატონო, რიაზანი, პერმი და არა მხოლოდ. გავაგრძელოთ, შემდეგი რა გვაქვს? ხო, აი აქ დრონი ვახსენე, აქ არის FP1-ის კადრი. აი ამ პოსტში კი აღნიშნულია, როგორ ეფექტურად ახორციელებს დრონის ოპერატორი ტაქტიკურ მანევრებს, ვიდრე დაეშვება რიაზანში მისთვის განკუთვნილ სამიზნეზე. ნახეთ. ეს ხდება რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. ეს მიანიშნებს და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი, რომ დრონის ოპერატორებს საშუალება აქვთ უშუალოდ ბოლო მომენტამდე, დარტყმის მომენტამდე მართონ დრონი ხელით. ეს არ არის დაპროგრამებული, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული ლოკაცია, კოორდინატებია ჩატვირთული და ეს სისტემა უზრუნველყოფს შემდეგ რომ ზუსტად იმ ადგილას დაარტყმას. არა, აქ ამ შემთხვევაში, როდესაც არის რისკი რომ ჩამოაგდონ, ან ვინმე მაგალითად ყრიან ფრქვევით ესვრის, მათ შეუძლიათ რომ ესეთი ტაქტიკური მანევრები განახორციელონ და საფრთხე თავიდან აირიდონ, საბოლოოდ ეფექტი მიიღონ. ეს ერთი, რატომაც ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საფრთხე აირიდონ და გზაში არ ჩამოაგდოს ვინმემ და მეორე არის ის, რომ ზუსტი დარტყმა განახორციელოს. ზუსტად იმ წერტილში, სადაც საჭიროა და ამაზეც უკვე არაერთხელ აღვნიშნე. გავაგრძელოთ. Wildberries აქ საინტერესო კადრი გვაქვს ამ შემთხვევაში, იმ გაგებით რომ ეს ჩამოშლის მომენტი ჩანს. სიმბოლურია ხო, როდესაც რუსეთში რაღაც ძვირად ღირებული ესე იმსხვრევა, შეგვიძლია რომ აქ ცოტა მხატვრულადაც შევხედოთ და რაღაც ალეგორია გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. აი ესე ნელა, მაგრამ პრინციპში უიმედოდ ინგრევა თანდათან რუსეთის ეკონომიკა. და აქ არ მოიაზრება მხოლოდ სავაჭრო სფერო, არ მოიაზრება მხოლოდ ეს ენერგეტიკის სფერო, აქ მოიაზრება მაგალითად უკვე სოფლის მეურნეობის სფეროც, რომელიც ძალიან დიდ კრიზისშია, ამაზეც ვკითხულობდი უკვე, არაერთი სტატია იწერება იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრი ფერმერი გაკოტრების პირას არის. იმიტომ რომ საწვავის მიწოდების პრობლემა აქვს, იმიტომ რომ დისტრიბუციის პრობლემაა შესაბამისად, ფასი დავარდა, უკვე დილემის წინაშე დგანან აიღონ თუ არა მოსავალი, იმიტომ რომ შესაძლოა მასში ჩადებული ინვესტიცია და შრომა იყოს გაუმართლებელი. და არამომგებიანი შესაბამისად ესეთი შემთხვევებიც არის თურმე რომ უბრალოდ არ იღებენ მაგალითად რაღაც მარცვლეულის მოსავალს ტოვებენ ესე მიწაში იმის გამო რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ამ შრომას იმ ხარჯს ვერ ამოიღებენ რასაც გასწევენ. ხო, მოკლედ ესეც მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთ კადრებს უყურებთ, უბრალოდ ესე ერთ რიგით ფაქტად არ აღვიქვათ, რომ ეს არის რაღაც ერთი კონკრეტული კომპანიის ზარალი, ეს არის ერთგვარი ჯაჭვი, სადაც ყველა კომპონენტი ერთმანეთთან დაკავშირებულია ეკონომიკაში და ერთი მეორეს აზარალებს. იმ შემთხვევაში თუ ერთი ჩერდება, მეორეც ზიანდება და საბოლოო ჯამში რუსეთის ეკონომიკა წნეხს განიცდის, ძალიან მძიმე წნეხს განიცდის და სწორედ ამიტომაც არის უკრაინელების ეს ტაქტიკა მოკლედ გამართლებული და შედეგზე ორიენტირებული. გრძელვადიან შესაძლოა, მაგრამ შედეგზე ცალსახად ფოკუსირებული ამბავია, ფოკუსირებული პროცესია. კიდევ ერთი რაკურსი, კიდევ ერთი ადგილობრივის комментарий Wildberries. Горит склад Рязань. Привезли поставку, отгружать ее уже некуда. Написала в техподдержку, а техподдержка мне говорит, вы должны отгрузиться, иначе вы получите штраф. Куда я должна ее грузить? Закидывать прямо в пекло? У меня вопрос. Горит склад Рязань.
ესაც რიაზანის საწყობი, ესაც რიაზანის საწყობი. ვაუ, რა ლამაზი პანორამა. ერთი შეხედეთ როგორ იწყება. ეს ამომავალი მზე ძალიან უხდება ამ კადრს. აქ როგორც ჩანს ახალი მომხდარია. ჯერ ჩამოშლილი არ არის კედლები. ესეთი შესანიშნავი სანახაობა გვაქვს მოკლედ. ხო და აი, აქ უკვე შოკირებული მომხმარებელი. დაზარალებული მომხმარებელი, რომელიც ჩივის საკუთარ ფულზე და დანაკარგებზე, რომელიც Wildberries აი ამ საწყობის დაზიანების უпростоრად განადგურების შედეგად მიადგა. Горит седьмой склад ВБ. Рязань горит. Нам еще даже не посчитали остатки, сколько у нас сгорело на остальных складах. И новый удар. Рязань горит. Уважаемая Татьяна Букальчук, вы когда начнете принимать какие-то меры, блядь? Простите, пожалуйста, за мой французский. Но это уже ежу же понятно. Мы даже вывести ничего не успеваем. 7-й склад. Простите, пожалуйста. Гори 7-й. პუტინის ხსენება დაავიწყდა მთავარს ერიდებიან ჯერჯერობით, თუმცა ისეთი ხალხის გამოჩნდა, ვინც უკვე პირდაპირ ღიად ამბობს, რომ მე არ მინდა რომ შენ ჩემი პრეზიდენტი იყო, ხო? ასეთი ამბებიც შემხვდა გუშინ გავრცელდა ეგეთ ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მსახიობი პირდაპირ მიმართავდა პუტინს და ამბობდა, რომ თვითონაც ეზღებოდა და მთელ ჩემ თაობას შენ არ უნდიხარ პირდაპირ მიმართავდა პუტინს, ყველას ეზიზღები, ან შეშინებული, ან უბრალოდ არ უნდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ შენ ყველას ეზიზღებიო, ასე მიმართა პუტინს იმ რუსმა ახალგაზრდა მსახიობმა, სახელი და გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ხო, აი აქ საინტერესო რუკა გვაქვს, რომელიც უშუალოდ Wildberries შავ დღეს ასახავს და ამის შესახებ გვიყვება, მოკლედ აქ არის ჩამონათვალი ობიექტების რუკაზეც მონიშნული შესაბამისი წერტილებით, სადრას დაარტყეს და რა მოცულობის ობიექტები არის განადგურებული, შთამბეჭდავი ჩამონათვალი არის უკვე, ესე იგი ელექტროსტალი, ეს არის მოსკოვის ოლქი, კოტოვსკი, კრასნოდარი, ნევინომსკი, რიაზანი, ასევე სანქტ-პეტერბურგის და ყირიმის საწყობები, რომელიც უკვე განადგურებული არის, აი ამ რუკაზე თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ და თითოეული მათგანის მონაცემებს გაეცნოთ. წითელ ფერში აქ მონიშნული არის ის ობიექტები, რომელიც სრულად განადგურდა, მათ შორის ეს ელექტროსტალის არის ყველაზე დიდი, როგორც ხედავთ, 230,000 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენებული ეს ინფრასტრუქტურა სრულად მოისპო ერთი სიტყვით და ყვითელ ფერში არის ისინი, რომელსაც დაარტყეს, თუმცა სრულად არ განადგურებულა, ასე ვთქვათ. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის ამას აჩვენებს ყოველ შემთხვევაში ტენდენცია. აქ რა გვაქვს? გვაქვს პერმი, განსხვავებული პერსპექტივიდან. პატარა კადრი გვაქვს. ეს უფრო ახლო ხედით გვაქვს პერმი, პრინციპში დასაწყისში პერმის არაჩვეულებრივი კადრები უკვე ვნახეთ. და მივადექით მადიარის ჩიტებს, ამ შემთხვევაში 414 ბრიგადის პოსტი გახლავთ ეს და შესაბამისი ვიდეო მასალა. ამ ბრიგადას მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს და ერთდროულად არაერთ ოპერაციას ატარებს. მათ შორის მალოჩკას ფარგლებში მოგეხსენებათ, რომ ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ანადგურებენ. დღეს არ გვაქვს ახალი მასალა და ახალი ინფორმაცია ამ მხრივ აზოვის ზღვასა თუ შავ ზღვაში დაარტყეს თუ არა კიდევ ახალ სამიზნეებს ზღვაში, თუმცა ამ შემთხვევაში მადიარის ბრიგადა 414 გვთავაზობს კოლაშს გასული თვის განმავლობაში მიტანილ იერიშებზე უშუალოდ ენერგოობიექტებზე ოკუპირებულ ყირიმში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსში თუ სხვაგან მოკლედ, სადაც მათი ამოცანა არის, რომ
მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნა იქ ოკუპანტებს და ასევე რუსებს, ადგილობრივ რუსებს, რომლებიც სურთ რომ გაყარონ მაგალითად ყირიმიდან. შესაბამისად, აი ამ მიზნიდან გამომდინარე ისინი ურტყამენ ელექტროქსელებს, ურტყამენ გამანაწილებელ სადგურებს, რაღაცა ქვესადგურებს და ასე შემდეგ. მე ამ ელექტროსისტემებში ვერ ვერკვევი მართალია, მაგრამ ნუ ამოცანა გასაგები არის, ხო? და ისიც მოგიხსენებათ, რომ ქსელებზე დარტყმები და ერთი რგოლის დაზიანება აქვს, რამხელა შედეგებს და რამხელა დაბრკოლებებს იძლევა, ხო? საქართველოშიც ხო გამოვცადეთ ერთმა ავარიამ, მაგრამ ორჯერ გათიშა უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორია. ხო, ყირიმში ძირითადად რაღაც გრაფიკებით მიეწოდებათ დენი, ან ხშირად საერთოდ არ არის. წინა ვიდეოში მე მათ შორის გაჩვენებდით, რომ გენერატორები აქვთ ქუჩაში დადგმული, საჭმელს ამზადებენ, ხალხს ურიგებენ და უკვე ხაზის ტელეფონებიც გამოჩნდა ოკუპირებული ყირიმის ქალაქების ქუჩებში. კარგი, წავედით, აქ სტატისტიკას გავეცნოთ, ესე იგი 10 ენერგოობიექტი მხოლოდ 28-29 ივლისის მონაკვეთში, ასე ვთქვათ, გასული 48 საათის განმავლობაში არის განადგურებული და დაზიანებული ყირიმის, ხერსონის, ლუჰანსკის ტერიტორიაზე და რაც შეეხება თვის შედეგს, ასე ვთქვათ, 1 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ანუ დღევანდელი დღის ჩათვლით, მთლიანობაში მადიარის ჩიტებმა 164 ასეთ ობიექტს დაარტყეს. 164 ენერგოობიექტს. მოდით ნახოთ, გადავხედოთ ამ კადრებს. დაახლოებით 6 წუთიანი მასალა, 6 წუთი ამას არ გაყურებინებთ, მაგრამ აი ესე სწრაფად გავიაროთ. შავ-თეთრი კადრები არის. ნუ თავისი ნუმერაცია აქვს 138, 129, 140 და ასე შემდეგ. მოკლედ აი აქ სრულად არის ნაჩვენები თითოეული ობიექტის განადგურების კადრები, უშუალოდ დრონების პერსპექტივიდან, დარტყმის მომენტები და ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს იერიშები რეალურად შემდგარი და წარმატებული ოპერაციები გახლავთ. შესაბამის შედეგებიც სახეზე არის, მოკლედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ყირიმში, ელექტრომომარაგების თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი დენის შტილერმანისგან, ეს არის Firepoint-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო სამრეწველო კომპანიის მთავარი ინსტრუქტორის პოსტია, როგორც უკრაინული მედია წერს, აი ამ ფოტოზე ნაჩვენები არის ბალისტიკური რაკეტის გაშვების მომენტი, კონკრეტულად კი უფრო ის ფაზა, როდესაც ჩანს, რომ რაკეტა სიჩქარეს კრებს და უფრო მაღალ სიმაღლეს აღწევს, ასე ვთქვათ. ნუ შტილერმანს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ახლა მიმდინარეობს ბოლო ეტაპი, ასე ვთქვათ, მათ შორის ძრავების გამოცდის და გუშინაც ვამბობდი მე ამას, მის ბოლო ინტერვიუს შევეხე, როდესაც თქვა, რომ შემოდგომას, ანუ სულ მალე პრინციპში აგვისტო დაგვრჩა, ხო და ზაფხული გავა. დაახლოებით 1 თვეში მინიმუმ ეს მოკლედ უნდა ველოდოთ იმას, რომ მოსკოვში დაბომბავენ, უკრაინელები უკვე მოსკოვს დაბომბავენ უფრო სწორად ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით და ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ნაბიჯი ამ ომში. უკრაინა უკვე, ასე ვთქვათ, გაუთანაბრდება თავის მოწინააღმდეგეს ამ კომპონენტში. ჩვენ ვხედავთ ამ მთელი 4 წელნახევრის განმავლობაში იმას, რომ რუსეთი სისტემატურად ბომბავს ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქებს, რაც იწვევს ბუნებრივია ნგრევას, კორპუსების ჩამოშლას უკრაინის ქალაქებში, ხალხის ხოცვას, მათ დატერორებას, რიგ შემთხვევებში სამხედრო ობიექტების თუ კომერციული და ენერგოობიექტების განადგურებას უკრაინის ტერიტორიაზე. მოკლედ ეს ყველაფერი, რასაც უკვე მე-5 წელია ვხედავთ, დაუბრუნდება უკან. პუტინს და მის იმპერიას, ასე ვთქვათ, დაუბრუნდება ბალისტიკური რაკეტების სახით და ველოდები მე პირადად იმ დღეს, როდესაც ჩავწერ ვიდეოს და მოგიყვებით, რომ დადასტურებულად უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტით დაიბომბა მაგალითად მოსკოვი. ნახოთ, მოკლედ, ეგ დრო არ არის შორს, როგორც უკვე აღვნიშნე და ხმამაღალი ანონსები უკვე გაკეთებულია. ერთია უკრაინის ტექნოლოგიური განვითარება იარაღის და მეორე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ზეწოლა, საერთაშორისო ზეწოლა, საერთაშორისო სანქციები იმისთვის, რომ საბოლოოდ პუტინის ეს ბოროტების მანქანა დამარცხდეს და
არ უნდა იყოს დამთმობი აქ ცივილური სამყარო არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ იგივე ევროპული სახელმწიფოები, ბევრი მათგანი დღემდე ცდილობს, რომ რაღაცნაირად თავი აარიდოს მკაცრი სანქციების დაწესებას, რიგ შემთხვევებში გარკვეულ ინიციატივებს ზოგიერთები წინააღმდეგობას უწევენ ხოლმე. ამ შემთხვევაში ამ ხრივ გვაქვს ძალიან მაგარი ამბავი, რომელიც გუშინ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 86 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღო სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიცირებული პროექტი, რაც გულისხმობს 100%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ. ასევე ეს ლინდსი გრემის ეს პაკეტი გულისხმობს დამატებითი სანქციების დაწესებას ირანის რეჟიმისთვის. ეს იყო პროექტი, რომელსაც ცდილობდა, რომლის გატანასაც ესე ჯიუტად ცდილობდა ლინდსი გრემი გარდაცვალებამდე. გრეჰემი, ასეთ შეგვიძლია უფრო გამოთქმა მისი გვარის, სამწუხაროდ ის ცოცხალი აღარ არის. მის პატივსაცემად გამართულ მემორიალურ ღონისძიებებს ესწრებოდა გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიც. სწორედ ამ ფონზე გაიმართა ეს სხდომა სენატში, რომელსაც ასევე დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი და სწორედ მისი თანდასწრებით, ასე ვთქვათ, შედგა ეს კენჭისყრა, რომლის შედეგები სამსახელ კადრებს ახლა ჩვენ ვნახავთ. On this vote, the yeas are 86, the nays are 12. 3/5 of the Senate duly chosen are and sworn, having voted in the affirmative, the motion is agreed to. The clerk will 86-12-ის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთი წარმატება არის, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის და კარგია, რომ ეს ყველაფერი თან ზელენსკის თანამონაწილეობით მოხდა, მოკლედ ნახოთ საბოლოოდ ჯერ კიდევ ამ პროექტს გასავლელი აქვს გარკვეული პროცედურები, ვიდრე მას ტრამპი ოფიციალურად ხელს მოაწერს, მაგრამ სენატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა საკმაოდ ბევრი ხმით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ. ხო, მე ვახსენე, რომ ლინდსი გრემის პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებებში მიიღო ზელენსკი მონაწილეობა და აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, ასევე რაც არ უნდა გამოგრჩეს მხედველობიდან, ახლა ვნახავთ კადრებს, რამდენიმე წუთიანი გასაუბრება ჰქონდათ ზელენსკის და ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ასევე ჩავიდა შტატებში. ამ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, სხვათა შორის აი ამ პოსტის ავტორს ესეთი რამ ეწერა, რომ ნეტავ შემეძლოს პირის მოძრაობით გავშიფრო, რა ისაუბრეს აი ამ ორმა ლიდერმა, ხო? რა შეიძლება ითქვას? ისრაელის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში. მათ შეუძლიათ, რომ გაცილებით ბევრი გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად პოლიტიკური ნების და გადაწყვეტილებების არსებობის შემთხვევაში. ზელენსკი არაერთხელ ითხოვდა ისრაელისგან, რომ მაგალითად მიეწოდებინათ გარკვეული თავდაცვით შეიარაღების სისტემები, იგივე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასე შემდეგ ის არაერთხელ სთავაზობდა ამ ხრივ თანამშრომლობას, თუმცა მოგიხსენებათ, რომ ისრაელის ხელისუფლება ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა, ასე ვთქვათ, თავს იკავებს აი ამ კონფლიქტში, რაც მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან, რაც თავისთავად არ არის უკრაინისთვის მისაღები მდგომა მოცემულობა. და ნახოთ აბა რა გამოვა ამ ამბიდან, ფაქტია რომ მათ ხელი ჩამოართვეს. რაღაცა ესეთი მზერების გაცვლასაც ხედავთ აქ ზელენსკის მიმიკებს თუ დავაკვირდებით. ერთი რამ ცალსახად გამოიკვეთა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ უკრაინა არის მნიშვნელოვანი პარტნიორი უკვე ყურის ქვეყნებისთვისაც. იცით რომ არაერთი სახელმწიფო თანამშრომლობს უკვე უკრაინასთან, ნახეთ არაერთი ვიზიტი ზელენსკის ამ რეგიონში შეხვედრა მაღალი რანგის პირებთან, მიღებულია გადაწყვეტილებები და უკვე პრაქტიკული პროცესიც არის დაწყებული იმისთვის, რომ უკრაინელები ჩართული არიან იქ ირანიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებაში, უკრაინული გადამჭერი დრონების სისტემები, ირანული შაჰიდების წინააღმდეგ შესაბამისი ცოდნის გაზიარება ხდება უკრაინის სპეციალისტების მიერ და ასე შემდეგ.
ზელენსკის რამდენიმე ტურნე ქონდა მოკლედ ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ არც ერთხელ ის არ ჩასულა ისრაელში და ეს მნიშვნელოვანი ამბავი არის. ვნახოთ აი ამ კრიზისის ფონზე იქნებ ისრაელის პოზიციების ცვლილებაც ვნახოთ. გამოჩნდება ეს ამბავიც. კარგია რომ ესეთი შეხების მომენტი იყო, ასე ვთქვათ, ამ ორ ლიდერს შორის და იმ პირობებში, როდესაც ზელენსკის ახლა უკვე არაერთი კარტი აქვს, იქნებ ნეთანიაჰუმაც გადახედოს საკუთარ პოლიტიკას. ნახოთ, ეს ამბავიც გამოჩნდება. ხო, დღეს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ასევე რომელიც საქართველოს უკავშირდება და ორიოდე სიტყვით აუცილებლად ამ ამბავსაც უნდა შევეხოთ. მართალია საქართველოში სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ფუთავს ამ ამბავს თითქოს და ეს არის რაღაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმატება და ქართველი დიპლომატების გარღვევა არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ აი ამ ინფორმაციაში, რაც ვრცელდება საერთაშორისო მედიით და საერთაშორისო პლატფორმებზე უფრო სხვა კონტექსტში არის ეს ამბავი მოთხრობილი. აქ საუბარია სიახლეზე, როგორც უკვე წაიკითხეთ ალბათ და მიხვდით, რომ ნაურუმ უკან წაიღო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. რაც, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ხელს უწყობს ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცებას, თუმცა მიზეზად აქ დასახელებული არის ის, რომ მანამდე რუსეთი უხდიდა კონკრეტული ფასი გადაიხადა, ასე ვთქვათ, რუსეთმა იმისთვის, რომ ნაურუს თავის დროზე ეღიარებინა აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ბრჭყალებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს ამისთვის ფული, აღარ აქვს ამის დრო და აღარ აქვს ამის რესურსი, რომ იგივე ამ ქვეყნებში მიმართოს. შესაბამისად, უკმაყოფილო ნაურუმ, როგორც ჩანს, უკან წაიღო საკუთარი აღიარება. ხო, დანარჩენი ახლა რა ვიცება, თქვენ იმჟელეთ, რომელი უფრო მისაღები ვერსია არის ის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაში დიდი დრო და ენერგია და დიპლომატიური რესურსი მიმართა, თუ ის, რომ უბრალოდ რუსეთს ამ ყველაფრისთვის აღარ ცხელა და ამიტომ აღარ დებს ინვესტიციას ნაურუში ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ძალიან კარგი ამბავია ნებისმიერ შემთხვევაში და იმედი უნდა ვიქონიოთ და მე ყოველ შემთხვევაში ამ ამბავს სწორედ ასე უყურებ, რომ რუსეთის დასუსტება, უკრაინის გაძლიერება, ამ ომში რუსეთის დამარცხება, პუტინის დამარცხება განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებიც იქნება მიღწეული, მათ შორის არაღიარების თუ შემდგომ უკვე დეოკუპაციის ნაწილში. მე ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი ამ ხრივ არ მაქვს. და კონკრეტულ არგუმენტსაც დავასახელებ ამ ხრივ. მათ მაგალითად სწორი პოლიტიკის შემთხვევაში შეეძლოთ ის, რომ სირიაში სიტუაციის ცვლილების შემდეგ სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან ალ-შარასთან დაემყარებინათ კონტაქტი, მით უმეტეს რომ ალ-შარა ხვდება ევროპელ ლიდერებს, ხვდება ამერიკის პრეზიდენტს, აბსოლუტურად სხვა რეალობა და მოცემულობა არის სირიაში, ვიდრე იყო ასადის რეჟიმის დროს. სწორედ ასადის რეჟიმის პირობებში მოხდა აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, სწორი პარტნიორების შერჩევის და მათთან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ამ თემის დაძვრაც, თუმცა ამ ხრივ ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არსად არ გამოჩენილა, რომ საქართველოს ხელისუფლება რამე მსგავს ცდილობდეს. ამიტომაც არ ამჯერა, რომ ახლა ნაურუს ხელისუფლებაზე განახორციელეს მათ წნეხი და რაღაცა დიდი დიპლომატიური გარღვევა შემოგთავაზეს და ამის წყალობით ნაურუმ ხელი აიღო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ამის უბრალოდ არ მჯერა, აი ამ ვერსიის კი ნამდვილად მჯერა, რუსეთს ახლა აღარ ცხელა ამ თემებისთვის და ძალიან კარგი ამბავი მოკლედ. ბოლოს ესეთი მხიარული ამბით და ასევე ძალიან სიმბოლური ამბით მინდა დავასრულო. საქართველოს ვახსენე, რუსეთზე ბევრს საუბრობ და ეს ვიდეო იდეაში ძალიან კარგად პასუხობს გარკვეულ ნარატივებს, რომელსაც
რუსეთშიც ძალიან აქტიურად იყენებენ. რუსეთში შექმნილია ეს ბრენდბუქი, ასე ვთქვათ. FSB-ს მიერ შემუშავებული ნარატივებია, ხო? რაც დიდი დოზით არის რუსეთში, რომ აი დასავლეთი არის გარყვნილი ევროპაში, იქ კაცებს გაათხოვებენ, ეს ყველაფერი იქიდან მოდის. რომ ერთადერთი სიწმინდეების და ტრადიციების დამცველი არის სწორედ რუსული სამყარო, ასე ვთქვათ, და ისინი არიან ზე სახელმწიფო ყველა გაგებით, ხო? და აი ის ვიღაც გადაგვარებული დასავლური სახელმწიფოები როგორ ებრძვიან ამ ყველაფერს. ხო, ამით აბოლებენ ხალხს, ჩვენთანაც ხომ დიდი დოზით არის ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, თუმცა არც მანამდე არ აკლებდნენ. ხო, აი ამ ყველაფერს ეხმიანება ძალიან კარგად ეს ვიდეო, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების დამცველი რუსი ტურისტები ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში, თუ არ ვცდები, საფრანგეთში არიან. Моусминет, уყურეთ, დატკბით, დასკვნებით თქვენთვის მომინდი. Пришли сегодня на приватный пляж здесь, Монте-Карло. Что будем тут мы брать? Я даже не знаю. Попытались снять какую-то приватную кабину. Слушай, мы хотим взять вообще какой-то, знаешь, такой вот, какой-то некро-бунгало, да, на пляже. Да, нас... как-то так, очень все даже по-скромному, мне кажется. Заплатил, Вов? Да, заплатил. Сколько? 300... блядь, нихуя себе. Подождите, стоп. 623 евро получилось, блядь, суммарно. А почему? Это за троих. Это за троих вход, 270 евро за каждого. И 350 вот эта вот хуйня. 60 тысяч рублей, блядь. За вот это. Ебанись тебя за конуру, блядь, ебучую. Так, друзья, вот это семечки я здесь не знаю. А полотенце дают хотя бы за эти деньги? Полотенчики дают инклюдед. Сейчас позовут. Ну, хотя бы это. Вейтера нам, чтобы мы заказали. Дай-ка я покажу. Хочу показать, он здесь переодеваться, но здесь вообще просто какой-то. Бичевня, блядь, для бомжей. Честно скажу, мы не в восторге. Yeah, I think have a menu actually. For food. Да. Kitchen is open and see. აი ესაც თქვენი ტრადიციული რუსები, ტრადიციების დამცველები, ოჯახური ღირებულებების დამცველები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქოციც, რომელიც აქ გულზე მჯიღის ცემით გვიმტკიცებს, რომ ეს უნდა დავიცვათ, ის უნდა დავიცვათ. როდესაც თვალს მოეფარებიან და აი იმ ევროპის კურორტებზე მიემგზავრებიან ხოლმე, რომლებსაც აქედან ლანძღავენ, რომ ქიხია და თურმე ჩვენ არ გვინდა ევროპა და არ გვინდა ევროპული ინტეგრაცია და იქ დაღუპავენ და დაგვათხოვებენ. აი იქ რომ მიდიან, მერე შეიძლება ასეთ სიტუაციაში კი არა, უფრო მრავალფეროვან სიტუაციაშიც კი ამოყოფენ ხოლმე თავს. საქმე იმაში კი არ არის, რომ ვინმე მაგათ რამეს უშლის, ან ამ რუსებს ვინმე რამეს უშლის. არც გვაინტერესებს, არც ვუშლით და ავიცი ხა არც გვიკვირს, მაგრამ ბიჭო, საქმე არის ფარისევლობაში და მე პირადად უკვე ყელში მაქვს ამოსული ამდენი ფარისევლობა, რასაც ვუყურებ საქართველოში. ვიღაცა გაუგებარი ხალხი გამოდის და რაღაცას მოძღვრავს თურმე რომ ასე უნდა მოვიქცეთ და ისე უნდა მოვიქცეთ, თვითონ რომ არა აქვთ არანაირი რაღაც სენტიმენტები ეროვნული, ძალიან ბევრი მათგანს დარწმუნებული ვარ. გაცილებით მეტი მაქვს მე, ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ და არავის ნაკლები მინიმუმ პატრიოტები არ ვართ, ხო, რომ ვიღაცამ ახლა არ გვარიგოს, რომ აი იქ რაღაც პედესტალზე შემოდგებიან, ბრიფინგებს ატარებენ და ესე უნდა ვქნათ, ისე უნდა ვქნათ და იქ რაღაც საფრთხეებზე უნდა გველაპარაკონ თურმე, რომ თუ ასე არ მოვიქცევით, მოვა ვიღაცა და გააგროზგავს. შენი ჭირიმე რა, არავის არ ეშინია ამ ამბის, არ მინდა ეხლა დეტალებში შესვლა, ძალიან ბევრი გამოხმაურება ამ ამბავს მოყვა ისედაც, ხო, უბრალოდ ამის თქმა მინდა, რომ ყელში ამოვიდა ეს რაღაცა ფარისევლობა, სრული ფარისევლობა და რაღაც ვითომ ვაშკაცობები, რომ გამოხტებიან და ვიღაცების შეშინებას ცდილობენ. ძალიან მომწონს სხვათა შორის და ძალიან კარგი რეაქცია არის, რომ მაგრად დაიცინა ეგ ხალხი და საზოგადოება მაჩვენა ძალიან ბევრმა ადამიანმა, ძალიან ჯანსაღმა ნაწილმა, რომ აი არავის არ აინტერესებს, არავის არ აშინებს იქ ვიღაცების რაღაც ბატიბუტების თამაში. არავის არ აშინებს საერთოდ და ალბათ მიხვდებიან, რომ შედეგის მომტანი არ არის ეგეთი კამპანიები და ეგ პროექტი წინასწარ არის ჩავარდნილი, უკვე განწირულია და
უბრალოდ ტყუილად დახარჯავენ მაგ ყველაფერში ფულს და ენერგიას. ეგ არის და ეგ. ხო, აი ამის თქმაც მინდოდა ერთი სიტყვით. შეგეშინდებათ, რა ვიცი და დასცინეთ უბრალოდ ეგეთ ხალხს, მეტი არაფერი. მაგაზე რეაგირებენ და მტკივნეულ წერტილებში ძალიან აჭერთ, როგორც ჩანს. ამ ყველაფერში ყველაზე საშინელება, ყველაზე ცინიკური და ამას რძენი ჩემთვის პირადად ის არის, რომ რეალურად ძალიან გამწარებულ ხალხს, ვისაც ყოველდღიური საზრუნავი აქვს, რომ ოჯახი როგორ გამოყვებოს, გადაღლილები არიან, დასტრესილები არიან, საშინელ გარემოში ცხოვრობენ, უამრავი ტრაგედია ტრიალებს გარშემო და აი ამ ხალხს უბიძგებენ, რომ იფიქროს რაღაც არარსებულ საფრთხეებზე, უბიძგებენ, რომ თითქოს ამ საფრთხეებს გაუმკლავდეს და მათ მთელ აი ამ ბრას, მათივე რაღაცა მძიმე ცხოვრებიდან დაგროვილ ნეგატიურ ემოციებს ცდილობენ, რომ მიმართონ ამ ხალხის თანამოქალაქეების წინააღმდეგ, ხო? აი ეს არის ყველაზე ამას რძენი, ამ ხალხს როგორ იყენებენ და როგორ ატყუებენ. ადამიანებს უჩენენ განცდას, რა თქმა უნდა, მცდარ განცდას, რომ ვიღაცა იმას ართმევს, რაც მისია, ვიღაცა მიუხედავად აი ამ რთული ცხოვრებისა, რაღაც თავარ დარჩენილ ღირებულებებს, რაც უყვართ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ისტორიაში, თითქოს ვიღაცა ამას ართმევს. და საერთოდ არ არის გამორიცხული და ეს ძალიან სახიფათო თამაშია, შესაძლოა ვიღაცას, რა ვიცი, ქუჩაში უბრალოდ ნერვებმა უმტყუნოს და დაინახოს ადამიანი, ვინც მისი აზრით რაღაცა არ გამოიყურება ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს, რა ვიცი, პირობითად ვიღაც თინეიჯერი, რომელსაც მაგალითად საყურე უკეთია ანთმა აქვს შეღებილი და შეიძლება ვიღაცამ ეს მთელი ემოცია და ბრაზი მიმართოს მის წინააღმდეგ და რა ვიცი, ხელით შეეხოს იძალადოს და ასე შემდეგ. დანაშაულისკენ არის ბიძგება, ამაზე ჩემზე კვალიფიციურად არაერთმა იურისტმა გააკეთა ესეთი განმარტება და მათ შორის განმარტეს, რატომ არის კანონში მსგავსი ჩანაწერები, რომ ასეთი გაერთიანებები, რომლებიც ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩევა, არ უნდა რეგისტრირდებოდეს საერთოდ, მაგრამ მე უბრალოდ ამ ყველაფრის ემოციურ ნაწილზე ვლაპარაკობ. ეს ძალიან დიდი მავნებლობა არის. მეტი რო არ შეიძლება ისეთი და პარაზიტობაა, როდესაც ხალხის ისედაც დაღლილი და რაღაც დასტრესილი ხალხის ემოციებით თამაშობ. იმ ხალხის ემოციებით, ვინც მოწყვლადი არის მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მიმართ და შესაძლოა არც კონდეს საკმარისი დრო იმისთვის, რომ, რა ვიცი, ასე ჩემსავით ყველაფერი იკითხოს, რაღაც ინფორმაციებს გაეცნოს, რაღაცები გადააფასოს, გადმოაფასოს და ასე შემდეგ. ეს არის ამას რძენი, როდესაც ეგეთ ხალხს იყენებენ და არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეგ ხალხი, ვინც მაგას აკეთებს, ესე ბოროტად ვინც წამლავს ხალხს, თავის საკადრის პასუხს თავის დროზე მიიღებს. მე ამის მჯერა. თუ სასჯელს არა, ყოველ შემთხვევაში მე ის მინდა ვთქვა, რომ მაგ ხალხს ხვალ უკვე და ზეიგ, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვლება, მინიმუმ თავი არ უნდა გამოეყოფოდეს გარეთ და ყველა ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ვინ ის გამკეთებელია, ვინ ის შემოქმედია, ვინ რას აკეთებს და ვინ რა მავნებლობას ჩადის და ვინ როგორი ფარისეველია დღეს. სულ ეს არის დღეისათვის პრინციპში, რაც მინდოდა მეთქვა. სხვა ამბით დავიწყე, მხიარულ ნოტაზე ვიყავი, მაგრამ დავმძიმდი ბოლოს, მაგრამ არა უშავს. რაღაცები, რასაც ვფიქრობთ, უნდა ვთქვათ და ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ. ასე რომ დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებებიც, რაც ფიქრობთ ამა თუ იმ ამბავზე. დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ ამ დრომდე უყურებდით, თუ არ ხართ გამომწერი არხის, გამოიწერეთ და შემოუერთდით აუდიტორიას, თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ და ამის საშუალება გაქვთ, იმისთვის რომ ამ პროექტმა იარსებოს, იმისთვის რომ უფრო ინტენსიურად შევძლო მუშაობა. ჩაერთეთ დონაციაში ყველა საჭირო მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი, Patreon-ის პლატფორმის ლინკი. აქვე ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ოდესმე თუნდაც 1 ლარი ჩარიცხა ამ პროექტის მხარდასაჭერად. თქვენ ძალიან მაგარი და განსაკუთრებული ხალხი ხართ და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით დროებით. იმედი მაქვს, რომ მალე დაგიბრუნდებით და ელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.